რეკორდულმა მიწისძვრამ კამპი-ფლეგრეის კალდერა შეაძრწუნა. ტორნადომ ბრაზილიის ქალაქები ნანგრევებად აქცია. ანომალიურმა წყალდიდობამ რუსეთში, ტიუმენის ოლქი მოიცვა. გვალვამ ევროპაში ატომური ელექტროსადგურების მუშაობა შეაჩერა. გასული კვირის ამ და სხვა კლიმატური მოვლენების მასშტაბები და შედეგები გადაცემის შემდგომ ნაწილში. და ასევე იმის შესახებ, თუ როგორ დაანგრია იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის ძლიერმა მიწისძვრამ არა მხოლოდ სახლები, არამედ საზოგადოების საფუძვლებსაც ჩამოაგრიჯა ნიღაბი. ევროპა. წლის დასაწყისიდან ევროპის მრავალი ქვეყანა ხანგრძლივი გვალვის მარწუხებშია. ანომალიური სიცხის ტალღების სერია აძლიერებს აორთქლებას, რის გამოც რეგიონის მდინარეებსა და ტბებში წყლის დონე სწრაფად ვარდნას განაგრძობს. ლაკ-დე-ბრენეს ტბამ, რომელიც შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში თავისი მოცულობის 90%-ზე მეტი დაკარგა. გარემოს დაცვითი სამსახურები და მოხალისეები დაღუპვის პირას მყოფი თევზის გადასარჩენად მათ წყლის დარჩენილი მცირე უბნებიდან იჭერდნენ. იქ, სადაც ადრე ტურისტები ნავებით სეირნობდნენ ულამაზეს კანიონებში, ახლა მხოლოდ ყავისფერი წყლის ვიწრო ზოლიღა დარჩა. კრიტიკული სიტუაციაა ევროპის დიდ მდინარეებზეც. ნიდერლანდებში ივლისში რაინში წყლის ხარჯი დაკვირვების ისტორიაში პირველად წამში 767 კუბურ მეტრზე დაბლა დაეცა. ქვეყნის უმეტეს ნაწილზე დაწესდა შეზღუდვები წყლის აღებაზე, ხოლო ფერმერები მორწყვის აკრძალვებს წააწყდნენ. მდინარის დაშრობის გამო მის შესართავში მტკნარი წყლის ნაკადი სუსტდება და ვეღარ აკავებს სხვას, რის გამოც მარილიანი წყალი სულ უფრო ღრმად აღწევს კალაპოტში და საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებსა და სოფლის მეურნეობას. ისტორიულ მინიმუმს მიაღწია დუნაიმაც, ევროპის ერთ-ერთმა მთავარმა წყლის არტერიამ. მისი რეკორდული დაშრობა უკვე შეეხო მდინარის კალაპოტის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას. შეზღუდულია ნაოსნობა, იცვლება საკრუიზო გემების მარშრუტები, ხოლო მარცვლეულის, ნახშირისა და საწვავის გადაზიდვა მნიშვნელოვნად რთულდება და ძვირდება. სერბეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ნოვი-სათან, ათეულობით სატვირთო გემი და ასობით ნავი დამშრალ ნაპირზე აღმოჩნდა. ქვეყნის აღმოსავლეთით წყლიდან კვლავ გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული გემების ჟანგიანი კორპუსები, რომლებიც ჩვეულებრივ წყალქვეშაა დაფარული. უსაფრთხო ფარვატერის 180 მეტრამდე შემცირების გამო, ბარჟები იძულებულნი არიან თავიანთი მაქსიმალური დატვირთვის მხოლოდ მეოთხედი გადაზიდონ. გვალვამ ენერგეტიკასაც დაარტყა. წყლის დონის კრიტიკული შემცირების გამო პრობლემები შეექმნა ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების გაგრილებას. რუმინეთში გაშვების მომენტიდან პირველად გაჩერდა ქვეყანაში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური ჩერნაოდა. ელექტროენერგიის წარმოქმნილი დეფიციტის ფონზე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ იასში ღამით თიშავენ ქუჩის განათებას და მას მხოლოდ საავადმყოფოებთან, ქვეითთა გადასასვლელებსა და ძირითად ტურისტულ ზონებში ტოვებენ. უნგრეთში ქვეყანაში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური პაკშის სიმძლავრის ნახევარზე ნაკლებით მუშაობს. დუნაის დონის შემდგომი შემცირებისას სპეციალისტები არ გამორიცხავენ მის სრულ გაჩერებას. ბუდაპეშტში წყლის დონე 23 სანტიმეტრამდე დაეცა, ხოლო შენაკად სუგოვიცას ცალკეული ტოტები ქალაქ ბაიას რაიონში თითქმის დაშრა. ბულგარეთში 186 ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო საკრუიზო გემიდან მას შემდეგ, რაც იგი მეჩეთში დაჯდა, ხოლო ბორცე საჭმლისა და წყლის მარაგები ამოიწურა. დიდ ბრიტანეთში ქვეყნის უმეტესი ნაწილი ასევე წააწყდა გვალვას. ზაფხულის განმავლობაში siცხის ზაფხულის მეოთხე siცხის ტალღამ ტემპერატურა 35 გრადუს ცელსიუსამდე მოიტანა. ივლისში საშუალოდ ქვეყანაში ნალექების თვიური ნორმის მხოლოდ დაახლოებით 7% მოვიდა, ხოლო სამხრეთით დაახლოებით 1%. 20 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე წააწყდა წყლის მოხმარების შეზღუდვებს, ხოლო ფერმერები იუწყებიან მოსავლიანობის შემცირებაზე, ზოგიერთი კულტურის აღება უფრო ადრეც კი გახდა საჭირო. ბალახის ცუდი ზრდის გამო იძულებულნი არიან საქონლისთვის ზამთრის საკვები გამოიყენონ. იაპონია. 28 ივლისს იაპონიის კუნძული კიუშუ, კუმამოტოს პრეფექტურა 7.1 მაგნიტუდის ძლიერმა მიწისძვრამ შეაძრწუნა. კერას ზედაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, რის გამოც ბიძგები დიდ ტერიტორიაზე იგრძნობოდა, კუნძულ კიუშუს ჩრდილოეთ ნაწილიდან ჰოკურიკუს რეგიონამდე. ამასთან სეისმურმა ინტენსივობამ ადგილ-ადგილ შვიდს მიაღწია იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს შკალით მაქსიმალურ მნიშვნელობას. მიწისძვრა სამუშაო საათებში მოხდა, როდესაც მაღაზიებში, ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებში ვიზიტორები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადამიანები ქუჩაში გარბოდნენ და პარკინგებზე, ღია მოედნებსა და შენობებისგან მოშორებით მდებარე სხვა უბნებზე იკრიბებოდნენ.
ძირითადი ბიძგის შემდეგ თითქმის მაშინვე დაიწყო განმეორებითი ბიძგების ინტენსიური სერია, რომელთაგან ბევრი ასევე დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე ან პრაქტიკულად ზედაპირთან წარმოიქმნებოდა. პირველი 3.5 საათის განმავლობაში დარეგისტრირდა 61 საგრძნობი განმეორებითი მიწისძვრა. ბევრ ადამიანს ეშინოდა სახლებში დაბრუნება, მაშინაც კი, თუ გარედან შენობები შედარებით მთელი ჩანდა. ზოგიერთს ავტომობილებში ღამის გათევა ერჩივნა. კუმამოტოში უცხოელებისთვის სპეციალური საევაკუაციო პუნქტი მოეწყოს, სადაც ინფორმაციას მიწისძვრის, განმეორებითი ბიძგების და ქცევის წესების შესახებ 4 ენაზე აჩვდიდნენ. 2 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით 21 ქალაქსა და დაბაში გახსნილ 206 საევაკუაციო პუნქტში თითქმის 8500 ადამიანი რჩებოდა. მოსახლეობისთვის დამატებითი გამოცდა გახდა ძლიერი სიცხე, რომელიც მიწისძვრამდეც იდგა და არც მის შემდეგ განელებულა. ქალაქ კუმამოტოში 28 ივლისიდან თვის ბოლომდე დღისით ტემპერატურა ცელსიუსით 35 გრადუსზე მაღალი იყო, ხოლო ღამით ჰაერი მხოლოდ 26-28 გრადუსამდე გრილდებოდა, რის გამოც ადამიანებს სიცხისგან პრაქტიკულად არანაირი შვება არ ჰქონდათ. სეისმური მოვლენის ერთ-ერთი სავარაუდო ირიბი მსხვერპლი გახდა 70 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც ევაკუაციის შემდეგ ავტომობილში ათევდა ღამეს და სავარაუდოდ ციტბური დარტყმით გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი გახდა აფეთქება სავაჭრო ცენტრში კუმამოტ, დაბა კაშიმაში. 22 წლის თანამშრომელი, რომელიც მეორე სართულზე მდებარე მაღაზიაში მუშაობდა, უსაფრთხოდ გამოვიდა გარეთ და პარკინგზე იმყოფებოდა, თუმცა გაგრძელებული განმეორებითი ბიძგების მიუხედავად, მან კოლეგასთან ერთად შენობაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ხელმძღვანელობისგან მიიღო განკარგულება, რომ დღიური შემოსავალი სეიფში შეენახათ. ნათესავები, რომლებიც გოგონას შემთხვევით შეხვდნენ სავაჭრო ცენტრთან, შეეცადნენ მის შეჩერებას, მაგრამ მან განმარტა, რომ ვალდებული იყო უფროსობის მითითება შეესრულებინა. მას შემდეგ, რაც გოგონები შენობაში შევიდნენ, რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა, კონსტრუქციების ნაწილი ჩამოინგრა, ორივე თანამშრომლის ცხედარი მეორე დღეს იმ მაღაზიის ფართობის წინ იპოვეს, სადაც ისინი მუშაობდნენ. წინასწარი ვერსიით, ბიძგებს შეეძლო დაეზიანებინა გაზის მაგისტრალი ან შეერთებების სავაჭრო ცენტრის შიგნით, ხოლო აფეთქების მიზეზი თხევადი გაზის გაჟონვა გახდა. სულ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა ითვლებოდა ობიექტად, რომელიც სტიქიური უბედურების შემთხვევაში შეიძლებოდა გამოყენებულიყო მოსახლეობის დახმარებისა და მათი დროებითი განთავსებისთვის. სერიოზული ნგრევა მოხდა ქალაქ იაცუშიროში მდებარე Nippon Paper Industries ქაღალდის ქარხნის ტერიტორიაზეც. მიწისძვრამ დააზიანა საწარმოო ნაგებობები, მათ შორის გამოიწვია მაღალი საკვამლე მილის ჩამოშლა. საწარმოს ტერიტორიაზე დაღუპულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოაჩინეს. 2 აგვისტოს დილისთვის კუმამოტოს პრეფექტურაში სულ მცირე 36 დაღუპული დადასტურდა. სეისმური მოვლენის შედეგად 4200-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, ხოლო 181 სრულად დაინგრა. სერიოზულად დაზარალდა კომუნალური ქსელები. 5 მუნიციპალიტეტში 46500-ზე მეტი სახლი ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე დარჩა. ადამიანებს სასმელი წყლის მიღება დარიგების სპეციალურ პუნქტებში უწევდათ. იაცუშიროში გაზსადენების დაზიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით 9000 მომხმარებელს. მიწისძვრამ დააზიანა გზები და გაართულა ავარიული სამსახურების მუშაობა. პრეფექტურის 8 უბანზე კი მოძრაობის სრული აკრძალვა დაწესდა. შედეგების სანაპირო ინფრასტრუქტურასაც შეეხო, დაზიანებები გამოვლინდა კუმამოტოს თევზსაჭერი პორტების თითქმის მესამედში. დაზარალდა ტალღასატეხები, ნავსადგომი ნაგებობები, მისასვლელი გზები და ობიექტები, რომლებიც ნორის წყალმცენარეების მოსაშენებლად გამოიყენებოდა. ნგრევის ნაწილი წყალქვეშ ან ძნელად მისადგომ ადგილებში იყო, რის გამოც ზარალის საბოლოო მასშტაბი ჯერ კიდევ დასათვლელია. იტალია. 31 ივლისს სუპერვულკან კამპი ფლეგრეის კალდერას რაიონში მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში უწყვეტი ინსტრუმენტული დაკვირვებების დაწყებიდან. მისი მაგნიტუდა 4.7-ს შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ პოცუოლისთან მდებარეობდა, კერა დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა მთელს ნეაპოლსა და მის გარეუბნებში, ასევე კუნძულებზე ისკიასა და პროჩიდაზე. მიწისძვრამ მცხოვრებლები იძულებული გახდა და პანიკით გაქცეულიყვნენ ქუჩებში. პოცუოლის მრავალ შენობაში ჩამოცვიდა ბათქაში და ფასადის ელემენტები, რომელთა ნატეხებიც პარკირებულ მანქანებს დაეცა. ზოგიერთ სახლში კარები გაიჭედა და მცხოვრებლები შიგნით ჩაიკეტნენ.
ჩამოინგრა რამდენიმე არასაცხოვრებელი ნაგებობა. ქალაქში 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მიწის ცრომ ტუფის ფერდობების ჩამოშლა გამოიწვია, კლდის ნატეხები ჩამოცვიდა და რამდენიმე ავტომობილი გასრისა. ერთ-ერთ მათგანში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, რომლებიც სასწაულებრივად გადარჩნენ ცოცხლები. პოცული სპორტი დროებით დაიხურა, გაუქმდა 40-ზე მეტი ყოველდღიური რეისი, ბორნებისა და სწრაფი გემების ჩათვლით. მიწის ქვეშა ბიძგებმა ნავსადგომებთან მისასვლელ ზოლებზე ღრმა ბზარები გამოიწვია, რამაც ეჭქვეშ დააყენა პორტის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და მდგრადობა. ნეაპოლში სიფრთხილის ზომების სახით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა მეტროს მუშაობა და მატარებლების მოძრაობა მაღალ სიჩქარიანი ხაზების ჩათვლით. ქალაქში დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი, რამაც ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვია დაახლოებით 100,000 მომხმარებელთან. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ძირითადი ბიძგის შემდეგ დარეგისტრირდა 170-მდე განმეორებითი ბიძგები, რომელთაგან დაახლოებით 15 ორზე მაღალი მაგნიტუდა ჰქონდა. ბევრმა მცხოვრებმა ღამის გათევა ქუჩაში ან საკუთარ ავტომობილებში ამჯობინა, რადგან სახლებში დაბრუნების ეშინოდათ. მიწის ცვლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანმა მიიღო ტრავმა, მათგან 2-მა მძიმე. რუსეთი 31 ივლისს ანომალიურად ცხელი ამინდის შემდეგ ჩელიაბინსკის ოლქს სეტყვიანი ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ყინულის ზოგიერთი მარცვალი ქათმის კვერცხის ზომას აღწევდა. მცხოვრებლები დაზიანებული სახურავების, ავტომობილებისა და სადგურების შესახებ იუწყებოდნენ. იმავე დღეს არანაკლებ მსხვილი სეტყვა მოვიდა კურგანის ოლქშიც. ასევე დალმატოვოს რაიონის სოფელ ბოლშოი ბერკუტის მცხოვრებლებმა გადაიღეს ამ ადგილებისთვის იშვიათი ტორნადო, რომელმაც საცხოვრებელი სახლების მახლობლად გადაიარა. 1 აგვისტოს ანომალიური წვიმები დაატყდა თავს სვერდლოვსკის ოლქს. ქალაქ სევეროურალსკში 87 მმ წვიმა მოვიდა, რამაც აგვისტოს თვიურ ნორმას გადააჭარბა. ტიუმენის რაიონი წყლის უპრეცედენტო მომატებას განიცდის ერთდროულად 2 მდინარეზე, ტურასა და პიშმაზე. დატბორვის ზონაში ათეულობით დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა, ხოლო 28 ივლისს საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა. ჩვეულებრივ საგაზაფხულო წყალდიდობის შემდეგ მდინარეებში წყლის დონე თანდათან იკლებს, მაგრამ ამჯერად საპირისპირო მოხდა. რეკორდულად წვიმიანი ივნისისა და შეუჩერებელი ივლისის კოკისპირული წვიმების გამო ნიადაგი სრულად გაჯერდა ტენით და წყლის შეწოვა შეწყვიტა. ამასთან ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა მეზობელ რეგიონებშიც, პრაქტიკულად მდინარე ტურას მთელ აუზში. შედეგად წყლის დონემ სწრაფი აწევა დაიწყო და 2 აგვისტოსთვის 8 მეტრსა და 96 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენის ნიშნულს 46 სანტიმეტრით გადააჭარბა. ასე ჩამოყალიბდა რეკორდული საზაფხულო წყალდიდობა, როგორიც აქ ჯერ არ უნახავთ. წყალი მდინარის ჭალაში გამოვიდა და დასახლებული პუნქტები დატბორა. ანომალიურმა წვიმებმა და წყალდიდობამ ტიუმენის ოლქში ასევე გამოიწვია იმ წყლის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც ტიუმენის წყალსადენში მდინარე ტურადან შედის. მცხოვრებლები წყლის უსიამოვნო სუნსა და ფერზე ჩიოდნენ, რის გამოც შეუძლებელი გახდათ ნორმალურად შხაპის მიღება, ჭურჭლის რეცხვა და თეთრეულის გარეცხვა. კომპანია როსვოდოკანალ ტიუმენში განაცხადეს, რომ მსგავს დაბინძურებას წყალწმენდი ნაგებობების მუშაობის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს შეჯახებია. მთელ ქალაქში მკვდარი თევზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, არა მხოლოდ ტურას ნაპირებთან, არამედ დაშორებულ რაიონებშიც. ჰიდროლოგის თქმით, მდინარეს თვეები დასჭირდება იმისათვის, რომ გაიწმინდოს მინდვრებიდან ჩამორეცხილი სასუქების, ნარჩენებისა და საქალაქო ტერიტორიებიდან წყლის ნაკადებით გამოტანილი სეპტიკებისგან. მისი შეფასებით, ტურა სრულად აღდგენას მხოლოდ ზამთრისა და მომდევნო საგაზაფხულო წყალშევსების შემდეგ შეძლებს, რომელიც დამაბინძურებელი ნივთიერებების ნარჩენებს ჩამორეცხავს. ბრაზილია კვირის პირველ ნახევარში კოკისპირულმა წვიმებმა, სეტყვამ, ძლიერმა ქარმა, უეცარმა წყალდიდობებმა და მეწყრებმა რიუ-გრანდი-დუ-სულის მთელ შტატში სულ მცირე 128 მუნიციპალიტეტი დააზარალეს. 28 ივლისს საღამოს შტატის ჩრდილო-დასავლეთით სუპერუჯრედმა დამანგრეველი ტორნადო წარმოშვა, რომლისგანაც სულ მცირე 7 ადამიანი დაზარალდა და ათეულობით ოჯახმა თავშესაფარი დაკარგა. ქარის სიჩქარე მძაბრის შიგნით მეტეოროლოგების შეფასებით შესაძლოა საათში 300 კილომეტრს მიაღწია. სტიქიამ სამ მუნიციპალიტეტში გაიარა და მის შემდეგ დატოვა სურათი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონას შეედრებოდა. სრულად დანგრეული სახლები, ამოძირკული ხეები, წაქცეული ბოძები და დაზიანებული ავტომობილები.
ჟირუას მუნიციპალიტეტის რინკანდუს-რიბეიროშის რაიონში ტორნადომ რამდენიმე სახლი გაანადგურა, მეხანძრეებს ადამიანები ნანგრევებიდან გამოჰყავდათ, 4 ადამიანმა დაზიანებები მიიღო. ტორნადომ ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვები გამოიწვია და გზები ნატეხებითა და წაქცეული ხეებით ჩახერგა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად 2026 წლის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით ბრაზილიაში ტორნადოს 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარე სეზონმა შესაძლოა მოხსნას გასული წლის რეკორდი 92 ტორნადო, რადგან სეზონის პიკი ჯერ კიდევ წინ არის. შტორმების თანდევისათვის ყველაზე მასშტაბური ნგრევა დაფიქსირდა ქალაქ სანტუ-ანტონიუ-დას მისონში, სადაც 400-მდე საცხოვრებელი ნაგებობა დაზიანდა. უბირეტამას მუნიციპალიტეტში სიტყვა მსახლების 80%-მდე გაანადგურა. ქალაქ ოზორიუში ძლიერი ქარისგან დაზარალდა კომერციული საწარმოები, საზოგადოებრივი შენობები და 350 საცხოვრებელი სახლი. ერთმა ადამიანმა ტრავმა მიიღო მოგლეჯილი სახურავისგან. მდინარეების შაკუისა და ტროტუარის ადიდებამ გამოიწვია დასახლებული პუნქტების იზოლაცია, ხიდებისა და გზების დანგრევა. უკვე მეორე დღეს, 29 ივლისს, მძლავრმა ციმა ფრონტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს მიაღწია, რასაც თან მოჰყვა გამანადგურებელი ქარის ქროლვა თითქმის 125 კმ/სთ სიჩქარით. შტორმს წინ უძღოდა ძლიერი სიცხე. ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ტემპერატურა 35.8 ცელსიუს გრადუსამდე ავიდა. ხოლო სან-პაულუს შტატის ქალაქ სანტოსში 35.2 გრადუსამდე. სან-პაულუს კონგონიასის აეროპორტში უამრავი რეისი გაუქმდა. რიო-დე-ჟანეიროში ელექტროენერგიის გამორთვის გამო გაჩერდა მეტრო და გარეუბნის მატარებლები, დროებით დაიხურა ხიდი რიო-ნიტეროი, ხოლო სანტოს-დიუმონის აეროპორტმა ფრენები სრულად შეაჩერა. ელექტროენერგიის გარეშე რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუს შტატებში 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარჩა. სტიქია მასობით ხეწა აქციას, სახურავები მოგლიჯა და კედლები ჩამოანგრია, დაარღვია ლათინური ამერიკის უდიდესი პორტის მუშაობა სანტოსში და პარალიზება გაუკეთა საბორნე გადასასვლელებს. სან-პაულუს შტატის ქალაქ სან-სებასტიანის სანაპიროსთან სათევზაო ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. საბედნიეროდ, ეკიპაჟის 4 წევრის გადარჩენა მოხერხდა. სულ სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ისტორია გვახსენებს არა მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში დაშვებულ ფატალურ შეცდომებს, არამედ იმასაც, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის სიცოცხლეს თანამედროვე საზოგადოებაში. ყველა გადაწყვეტილების საფუძველი რომ ყოფილიყო პრინციპი, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, მოვლენები თითოეულ ეტაპზე სხვანაირად განვითარდებოდა. ხელმძღვანელობას აზრადაც არ მოუვიდო და თანამშრომლების გაგზავნა პოტენციურად ავარიულ შენობაში შემოსავლის გადასარჩენად. თვითონ გოგონებიც არ იგრძნობდნენ თავებს ვალდებულად, რომ სიცოცხლე გაერისკათ სამსახურებრივი მოვალეობის ან სამუშაოს დაკარგვის შიშის გამო, ხოლო პასუხისმგებელი სამსახურები უზრუნველყოფდნენ მკაცრ კონტროლს და არ დაუშვებდნენ ადამიანების დაბრუნებას შენობაში, რომლის მდგომარეობაც მიწისძვრის შემდეგ შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო. ამ სიტუაციაში მხოლოდ გოგონას ნათესავებმა გამოიჩინეს საღი აზრი და სცადეს მისი შეჩერება. საგანგებო სიტუაციის პირობებში მატერიალური ფასეულობების, სამუშაო მოვალეობები და ხელმძღვანელობის განკარგულებები არ შეიძლება დაადგეს ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა. უმცირესი საფრთხის არსებობის დროსაც კი აუცილებელია უარი ითქვას ნებისმიერ ქმედებაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანი რისკის ქვეშ დააყენოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ითხოვს მათ შესრულებას. ამასთან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აკისრიათ არა მხოლოდ ხელმძღვანელებსა და საგანგებო სამსახურებს, არამედ თვითონ ადამიანსაც. თითოეულმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციებში ქცევის ძირითადი წესები, შეეძლოს საფრთხის შეფასება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, თუ გარშემოყოფთა მითითებები ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მოთხოვნებს. კრიტიკულ მომენტში დაზიანებულ შენობაში შესვლაზე ან სახიფათო განკარგულების შესრულებაზე უარის თქმა, ეს დისციპლინის დარღვევა კი არა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ზომაა. ფული, ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები შესაძლებელია აღდგეს, გამომუშავდეს ან ხელახლა შეიქმნას. ერთადერთი რისი დაბრუნებაც შეუძლებელია, ეს ადამიანის სიცოცხლეა.